ჩვენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გვაქვს დღის წესრიგით ქონდა გათვალისწინებული 4 საკითხი, თუმცა სამწუხაროდ მეორე საკითხთან დაკავშირებით საავიაციო ობიექტების მოძრავი მოწყობილობები, რომელიც უნდა წარმოედგინა ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს, დღეს არ გვექნება, იმიტომ ქალბატონი მარიამი ვერ ახერხებს კომიტეტზე მოსვლას. შესაბამისად ამ დათქმით გთხოვთ დღის წესრიგზე თანხმობას, რომ გვექნება 3 საკითხი და პირველი საკითხი ეს არის სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის და ბატონი გიორგი წარმოადგენს ამ საკითხს. დიდი მადლობა, წარმოგიდგენთ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა აზიის განვითარების ბანკთან. საკითხი ხდება ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, ეს არის ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობის საკითხი. ზოგადად ამ ბატარეების მიმართულებით 2022 წლიდან ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემას აქტიური კომუნიკაცია და მსჯელობა აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ექსპერტებთან. გამოიკვეთა აუცილებლობა და შესაბამისად ელექტროსისტემის 10 წლიან გეგმაში ასახულია ეს საჭიროება. ეს არის კომპონენტი, რომელიც ემსახურება ერთი მხრივ საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოებას, გარკვეული ავარიების ან სხვა შემთხვევებში, რომ უზრუნველყოს ქსელის მუშაობა, არ მოხდეს გარკვეული გათიშვები და დიდი ქვესადგურების გათიშვები და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად ამ კომპონენტს აქვს მეორე დატვირთვაც, გვაძლევს შესაძლებლობას დამატებით დაახლოებით 750 მეგავატი მზისა და ქარის ენერგია იქნეს, განახლებადი ენერგიები იქნეს დაერთებული ქსელზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქსელის განვითარებისთვის, ასევე ზოგადად ენერგიის წარმოებისთვის ქვეყანაში, მათ შორის ძირითადად ეს ეხება განახლებად ენერგიებს. შესაბამისად, ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ კონსულტაციები უკვე აზიის განვითარების ბანკთან თანხის გამოყოფასთან მიმართებაში. შევაფასეთ პროექტი მისი ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე და შეიძლება ითქვას, როგორც ეკონომიკური დადებითი ეფექტები აქვს, ასევე უშუალოდ ფინანსურადაც პროექტი არის საკმაოდ ჯანსაღი, მოგახსენებთ ამ პარამეტრებს. წელს 25 წლის 3 მაისს მოეწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას და ითვალისწინებს 97 მილიონ 873,000 ევროს გამოყოფას საქართველოსთვის. ეს არის 25 წლიანი სისხლი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი გვაქვს 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი დაფუძნებულია 6-იან ევრიბორზე და ემატება 0,70%-იანი, ანუ 7%-იანი მარჟა. ჩვენ ვინაიდან ეს პროექტი კიდევ ერთხელ გავუმეორებ სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასდა, როგორც ყველა მსხვილ პროექტზე არის მოთხოვნა და პროექტმა აჩვენა, რომ თანხის გადასესხების შემთხვევაში ელექტროსისტემას აქვს მისი მომსახურების შესაძლებლობა, უშუალოდ ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ თანხას გადავასესხებთ საქართველოს ელექტროსისტემას და პროექტი უშუალოდ მისი განხორციელების შემდგომ მიღებული შემოსავლების სრულად მოემსახურება ჩვენ სესხლსა და გადასახდელ საპროცენტო ხარჯებს. შესაბამისად უკვე წელს მოხდება გადასესხება, მშენებლობა რეალურად დაიწყება მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან და სავარაუდოდ 2 წლიანი პერიოდი დაჭირდება უშუალოდ მშენებლობის პროცესს. ეს არის ძირითადი პირობები სესხლის, თუ რამე დამატებითი კითხვებია, რა თქმა უნდა, მზად გასუხოთ. მადლობა, არის კითხვები? არ არის კითხვები, მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ გვინდა ალტერნატიული ენერგიის ათვისება, შესაბამისად ამისთვის საჭიროა ეგრეთ წოდებული შემნახველი ბატარეების არსებობა. სხვანაირად მზის და ქარის ენერგია, იცით რომ ხასიათდება ასე ვთქვათ, იმ მომენტში გამომუშავებული ენერგიით, შესაბამისად ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მუდმივი მოწოდება არსებობდეს. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ მხარს დაუჭერთ მით უმეტეს რომ თქვენი მოხსენების თანახმად თვითონ ელექტროსისტემა გადაიხდის ამ ხარჯებს თავისივე მიღებული მოგებიდან. შესაბამისად ვაყენებ კენჭისყრაზე ამ საკითხზე, გთხოვთ მხარდაჭერას. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი. შემდეგი საკითხი ეს არის შეთანხმება საქართველოსა და სკანდინავიური გარემო საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შეთანხმების ნომერი 1 ცვლილება. ქალბატონი მზია გიორგობიანი წარმოადგენს საკითხს.
მოგესალმებით, წარმოგიდგენთ სასაზღვრო შეთანხმებაში ცვლილებას, ნომერ 1 ცვლილებას. სასაზღვრო შეთანხმება გაფორმებული არის 2022 წლის 4 მაისს. ცვლილება შედის სესხის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევასთან მიმართებაში. ვადა გადაიწევა 2027 წლის ბოლომდე და რაც მნიშვნელოვანი არის, აღნიშნული სესხით ფინანსდება მაღალმთიან დასახლებებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. სასაზღვრო შეთანხმება გაფორმებულია საქართველოსა და სკანდინავიური გარემო საფინანსო კორპორაციას შორის. ცვლილებით სასაზღვრო შეთანხმების პირობები არ იცვლება. მადლობა. მადლობა. არის კითხვა? არ არის, შესაბამისად კენჭის ხაზზე ვაყენებ ამ საკითხს, გთხოვ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგი საკითხის თქვენია ქალბატონო მზია, თუ არ ვხვდები, იგივე პროექტია, ხო? იგივე პროექტთან დაკავშირებით ეს არის საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და სკანდინავიურ გარემო საფინანსო კორპორაციას შორის. გრანტის თანხის რესურსის მობილიზება მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან. გრანტის თანხის ოდენობა გახლავთ 2.600.000 ევრო და რაც აქაც თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევა ხდება 12 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი მაღალმთიან დასახლებებში ენერგოეფექტურობის კომპონენტით და ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში, ისევე როგორც სხვა პროექტებში, საქართველოს თანამონაწილეობა არის გათვალისწინებული და ამ პროექტთან მიმართებაში გარდა გადასახადებისა, ასევე გათვალისწინებული არის დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ევროს გამოყოფა იმისათვის, რომ რეალურად სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის კომპონენტით განხორციელდეს. თუ არის უკვე იდენტიფიცირებული სკოლები და რომელ რეგიონებშია რო გითხრათ? კი ბატონო, პირველი ეტაპისათვის ამ 12 სკოლიდან პირველ 6 სკოლასთან მიმართებაში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეს გახლავთ თიანეთის სიმონიანთხევის სკოლა, გორის მერეთის სკოლა, წალკის საღდრიონის სკოლა, წალკის ნარდარევის სკოლა, ასპინძის ოშორას სკოლა, ახალციხის ურაველის სკოლა. ხოლო დაგეგმილ 6 სკოლასთან მიმართებაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ესენი გახლავთ თიანეთის ღულელების საჯარო სკოლა, თიანეთის სიონის საჯარო სკოლა, წალკის განთიადის საჯარო სკოლა, წალკის ბარეთის საჯარო სკოლა, ასპინძის ნაქალაქევის საჯარო სკოლა და ამბრულაურის ბუგეულის საჯარო სკოლა. სკოლების შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა როგორც მოსწავლეთა რაოდენობას, ასევე განსაკუთრებით კლიმატს, გამომდინარე იქედან, რომ მათ შორის გათბობას შეშის გათბობაზე იყო აღნიშნული სკოლები, შესაბამისად მოხდება ამისი სრული ჩანაცვლება ერთიანი გათბობის სისტემებით, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის საგანონათლებლო სისტემასთვის. მადლობა, კოლეგებო, კითხვები ხო არ არის? არ არის, მე მგონი მეტად საშური საქმეა, შესაბამისად გთხოვთ ხარდაჭერას. დიდი მადლობა ქალბატონო მზია. ამით ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა. თუ რაიმე დამატებითი კითხვა ან კომენტარი არ არის, მაშინ შეგვიძლია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომა და ახურულად გამოვაცხადოთ. მადლობა.